ბუდრუგანა გაგრა, ასე ქვია ქართული ხელების ჩრდილების თეატრს. იგი 1992 წელს რეჟისორმა გელა კანდელაკმა დააარსა და დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის თეატრალური ხელოვნების ფესვები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ბევრ ქვეყანას ამ მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ აქვს. ამიტომ 2015 წელს გელა კანდელაკმა გადაწყვიტა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება იმ ქვეყნებისთვის გაეზიარებინა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ ჩრდილების თეატრი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ლიტველი სტუდენტების ჯგუფი, რომლებიც უკვე მეორე წელია ჩრდილების თეატრის ხელოვნებას უდიდესი ინტერესით ეუფლებიან. ლიტველი სტუმრები 27 მაისს ქართული ჩრდილების თეატრის დაბადების დღეს მაყურებლის წინაშე სადიპლომო სპექტაკლის პრემიერით წარსდგებიან და იმედოვნებენ, რომ საქართველოში მიღებულ გამოცდილებას თავიანთ ქვეყანაში ნაყოფიერად გამოიყენებენ. 27 მაისს სწავლას ვასრულებთ და გვექნება სპექტაკლის პრემიერა. ეს თარიღი ჩვენი თეატრის დაბადების დღეცაა, როდესაც პირველად ჩამოვედით, ჩრდილების თეატრი პირველად ნახეთ. როგორც კი ჩვენ თვითონაც დავიწყეთ თამაში, აღვფრთოვანდით. იმედი მაქვს ძალიან მალე დავეუფლებით ამ ტექნიკას, იმიტომ რომ ლიტვაში ჩვენ ამის არანაირი გამოცდილება არ გვაქვს. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ საქმეში და იმედია მაყურებელს მოეწონება ჩვენი სპექტაკლი. საქართველოში იმიტომ ჩამოვედით, რომ ლიტვაში ჩრდილების თეატრი არ არსებობს. იმედი გვაქვს, როცა დავბრუნდებით, ჩვენ გვექნება ისეთივე კარგი თეატრი, როგორიც თქვენ. ჩვენთან სტუდიაში იმყოფება რეჟისორი გელა კანდელაკი. მოგესალმებით ბატონო გელა. მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ თემას, ნახეთ ერთად ტელემაყურებელთან ერთად ჩვენ სიუჟეტი ბუდრუგანა ლიტვის შესახებ. ჩვენმა ტელემაყურებელმა ძალიან კარგად იცის და იცნობს ბუდრუგანა გაგრას და ძალიან უყვარს ჩვენც და დარწმუნებული ვარ ჩვენს ტელემაყურებელსაც. თუმცა სიახლე არის სწორედ ბუდრუგანა ლიტვა, რომელიც ასე ვთქვათ, თუ სწორად ვიტყვი, ჩვენს ბაზაზე შეიქმნა. ჩვენი ქართული თეატრის იდეის საფუძველზე. ბატონ გელა, მინდა გკითხოთ, აი საიდან წამოვიდა ეს დაინტერესება, იდეა, რომ ბუდრუგანა ლიტვა შექმნილიყო და ხომ არ არის ეს იმის წინაპირობა, რომ შესაძლებელია ბუდრუგანა სხვა ქვეყნებიც დაფუძნდეს საბოლოოდ. ეს შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ბუდრუგანა ნიქოზი იქნება. ეს კარგია, ამიცოდის პირველად ვიგებთ. იქ ხაის ხელოვნების სკოლა რო არის, მე ფეისაიამ რო დააფუძნა. რის გამოც მე ეგ დიდი ფესტივალი რო ტარდებოდა შემდეგ ერთ-ერთი მისი იქ გაზრდილი ბავშვი უკვე ჩემთან არის თეატრში და იმუშავებს 3-4 წელი და მე ეგეც დაბრუნდება ნიქოში და აი ასე იქნება გაივლიან ჩვენთან და მე ისე რომ ეს ბუდრუგანა ლიტვა მესამე თეატრი არის. ორი უკვე არის. ერთი ამერიკაში უნდა და ჩვენ ყოფილი მსახიობი წავიდა, მაგრამ ცოტა გაუჭირდა, ვერ წევს, მაგრამ უნდა რომ გააკეთოს ბუდრუგანა ნიუ-იორკი უნდა. იდეაც რო არსებობს ეს და უნდა ვივარაუდოთ რომ რაღაც წლების მერე შესაძლოა. სოფლიოში გაიჭრა ეს ჩვენი ბუდრუგანა. ამ ეტაპზე ნელ-ნელა. იცი რა, საერთოდ ცოტა ვერიდები ხოლმე ეგეთ ფრაზებს სოფლიო და ალტარი და რაღაცები. მაგრამ ნუ რა ვიცი, ფაქტია რომ ინტერესი სოფლიოში არსებობს ბატონ გელა, ხუმრობის გარეშე რო ეს მართლა არსებობს და განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ჩვენებს ჰქონდათ აი ამ ბუდრუგანა გაგრას, ანუ აფხაზეთიდან გამოსული ახალგაზრდები შექმნით და ასე რო ჰქონდა. ეგენი პირველად რო ჩავიდნენ ინდონეზიაში, ისე დიდი მოთხოვნილება იყო, რომ უნდათ რომ თეობით ჩავსულიყავით, რომ ინდონეზია, ტაილანდი და ეგენი სულ არის აკვანი ამ ჩრდილების თეატრის და იქ რო ხდები ერთბაშად ასეთი ინტერესის სფეროში რო შედიხარ, ისინი მუშაობენ ბრტყელი გამჭვირვალე თოჯინებით, ბრტყელი თოჯინებით და ორი ჯოხით მუშაობენ, ვირტუოზები არიან, მაგრამ ამას ეს სულ სხვა განზომილებაში გადავიდა ეს ჩრდილების თეატრი. მე ადრეს თქვენთან რო ვიყავი, ყველგან მამბობ ხოლმე ამას, რომ ჩვენმა ალბათ ამ თეატრის პრინციპებში ისეთი დიდი შესაძლებლობებია, რომ ალბათ 3% თუ გამოვიყენეთ, ეგეც დიდი რამ არის რა. მესმის. ეს საერთოდ
ძალიან საერთოდ თეატრი, კინემატოგრაფია ეხა პოეზიასთან და მუსიკასთან შედარებით მაინც არ არის მაღალი რეგისტრის ხელოვნება, როგორც პოეზია და მუსიკა. და აი ერთადერთი მგონია რომ ჩრდილებს აქვს ჩრდილების თეატრის სპეციფიკა ძალიან ახლო მიდის მაგათთან, იმიტომ რომ ისეთივე პირობითობა ამ თეატრში და თავისუფლება როგორც მუსიკაში. მესმის. და აი ამ ხრივ მე მესმის რატო არის ეს პოპულარული. ჩვენ დამსახურება არის ის, რომ თავის დროზე მე ხო ეგ მინდოდა რომ სოფლებისთვის თოჯინური მოძრავი თეატრი გამიკეთებინოთ, ფული ვერ ვიშოვე და უփოლობასაც თურმე თავისი პლუსია. აი, აღმოჩნდა. ხო, რომ აღმოჩნდა და ეხა 1000 თოჯინა რომ მომცეთ არ ჭირდება მე უკვე, იმიტომ რომ ეს გაცილებით საინტერესო არის და მაღალი ხელოვნება აქ შეგიძლია გააკეთოთ, ეს არის. ძალიან კარგი. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ გაზეთს თქვენ მომიწვიეთ, რაც შეეხება ლიტვას. დიახ. ну ინტერესი რატომ გაჩნდა უკვე ცხადია და აღარ ზღირს ამაზე შეკითხვა და ეგ ხო გასაგებია მაგრამ როგორ მაინც როგორ მოხდა ეს კავშირი ძალიან საინტერესო არის იცით მე საერთოდ არ მიყვარს გასტროლებზე სიარული ნიშათმანიშვილის მოწაფე ვარ და მეუნეოდა თუ გინდა თეატრი დაგეშალოსო გასტროლებზე არისო წაიყვანეო და დამთავრდა ყველაფერი და მართლა ძალიან ცუდი რაღაც არის რა რაღაც ხდება გაუცნობიერებელი ხდება რაღაცა სიდამბლავე შემოდის რა და მე ჭირდება დიდი გაცოცხლება ამას რა და ეს რა საინტერესოა რაღაცა იმჩნევა ვინაიდან ესეთი დახურული ქვეყანა ვიყავით და უცხოეთი ჩვენთვის რაღაც 60 ბაღი იყო და რაღაცეები იკტაში ეს ტენდენცია მაინც გრძელდება ხო თავისთავად ცხადია ეს გაივლის უკვე აი ამ თაობაში კი ახლა ჩემი შვილების თაობაში უკვე ჩემი შვილების თაობაში იქნება შვილიშვილებთან საერთოდ თავისუფლება იქნება. ეს ბუნებრივი ამბავი არის რა. და მე პრინციპში არ მიყვარს. ნუ ცოტა ამ ხრივ მე ვერც კინოში ნიკათვიქეცი და ვერც იმათ. და უნდა გითხრა რომ მადლობელი ვარ. რო არ ვიქეცი იმათ. და აქ კიდე რა მოხდა რომ ლიტვას ვიცოდი რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს აი ეს რაღაც აბსურდული 2008 წელი რო იყო ომი და უბედურება ლიტვა იყო ერთადერთი რომელიც რამოდენიმე დღის განმავლობაში დემონსტრაციები თითქმის ყველა ქალაქში ტარდებოდა და რაღაც ვალდებულად ჩავთვალე თავი რომ ჩავსულიყავი და მადლობა გადამეხადა და ეს შევასრულე კიდეც იმ თვალსაზრისით რომ როდესაც გახმაურდა ედვაშად ეს სპექტაკლები ну თავისთავად ცხადია მიმიწვიეს და მომეცა საშუალება რომ გადამეხადა მადლობა და მართლა მადლობელი ვარ ღმერთის რომ ძალიან დიდი გაკვეთილი მომწეს მე ლიტველებმა სხვაზე არ მე ჩემთავზე ვამბობ ერთი ხანდაზმული ძალიან ისეთი სანდომიანი და ისეთი ინტელიგენტი მოხუცი ცოლ-ქმარი მოვიდა და ჩვენო მოვედითო ახთოვანებული ვართ და რაღაც სპექტაკლით მაგრამ რატო ხართ სასტუმროში ჩვენ ორსართულიანი სახლი გვაქვს ვილნიუსზე არის ლაპარაკი ქალაქის ცენტრშიო და თქვენ რაღაც სასტუმროში ცხოვრობთ რატო მოდი ჩვენთან რა თქმა უნდა ხა ჩვენ არ გადავედით იქა მაგრამ როდესაც მეორე სპექტაკლზეც მოვიდა და თქვა მაშინ ვახშამზე მაინც მოდით ჩვენთანო აქ უკვე უარი ვერ უთხარით და მივედით და დიდი გაკვეთილი მომცა ამ კაცმა მე და მიყვება რომ ეს თქვენთან ეს უბედურება რომ დაიწყო ერთ დღეში გაიყიდა რაც ქართული დროშა იყო და კაცი არის წარმოგიდგენიათ აი უყურეთ რა ხდება მე მინდა აი ჩვენ მაყურებელს უთხრა ყური დამიგდონ ცოტა ხანი და რა გვექნაო და მეო დაურეკეო ჩემ მეგობრებს რომ ვიყიდეთო ნაჭრებიო და 3 დღე დაღამე ვკერავდითო ასაოცარია ისე შემრცხვა იმიტომ იმ წუთში წარმოვიდგინე მე ხო არ გავაკეთებდი მეთქი ამას სხვა ქვეყნისთვის და სხვა ქვეყნის მე ხო ამას არ გავაკეთებდი მეთქი რა და აი მე მინდა მაყურებელმა დაუსვას თავს კითხვა გააკეთებ და აი მე რო დამერეკა ჩემი ახლობლებისთვის და მე თქვა რა ძალიან კარგი მეგობრები მყავს მე მართლა ღირსეული ადამიანები არიან მაგრამ აი არ ვიცი ალბათ იფიქრებდნენ რომ გელა ვერ არის კარგად რომ რა დროს ახლა ეგ არის რაღაცა და მე ვხვდი რომ ძალიან დიდი გაკვეთილი მივიღე ამ ადამიანისაგან და ჩვენს დაგვაფიქრეთ ახლა სერიოზულად ამ საკითხს ხო აი ელემენტარული ამბავია თითქოს ხო არა და ბერმა ქვეყნამ კი არ გააკეთა ეგ აი ლიტვამ გააკეთა ეგ და ეხლა როდესაც მე დავუახლოვდი და კარგად ვიცი უკვე ლიტვა შიგნიდან ისედაც დატოვა შთაბეჭდილება რომ ჯერ ერთი ხო თითქოს ჩtildeელები არიან და იუმორისგან შორს უნდა არაფერი
ხშირად ნახავ ჩვენაირ აცვენილ სცენებს, რაღაცებს, ჭკუიდან გადამდგარდით. რაღაცა ასეთი შინაურული ის არის. ეხლა მოხდა ასეთი რაღაცა, რომ ამ გასტროლებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს თვითონ ჩვენი თეატრის დაფუძნებაში. იმიტომ რომ მაშინ როცა ჩვენ წავედით, არა, ეს არის 10 წელია თუ არ ვცდები, 10 წელზე გიამბობ. ჩვენ არავინ არა ვართ მაშინ, უბრალოდ ვართ აი ესეთი ჰაერში გამოკიდებული ვიღაც ჯგუფი ადამიანების. მაგრამ იქ მოხდა საოცარი რაღაცა, რომ ერთბაშად პრემიერ-მინისტრმა თხოვა, რომ ვახშამზე მობრძანდით ჩემთანო. მივედი, დამაინტერესა რა იქნებოდა. ძალიან საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა. საღამო ერთად გავატარეთ რაღაცები და ეს ამბავიემჩნევა გაიგეს თბილისში. და რა მოყვა ამას? ამას მოყვა ის, რომ გავხდით სახელმწიფო თეატრი. მაშინ დავფუძნით ჩვენ. არა და რო ჩამოვედი, ფაქტიურად ჩვენ თეატრი იშლებოდა უკვე. ეს იყო ბოლო ამოსუნთქვა იყო ჩვენი, იმიტომ რომ ნუ უკვე არსებობს. ეს ბოლო შანსი ყოფილა. ხო და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. სხვისი დაფასების ფონზე ესეც უცნაური რამეა ჩვენში. კი და რაც თავარი არის, ეს კაცი არის ლანდბერგისის პარტიის პრემიერი. და ასე ვთქვათ, უნდათ რომ მოკლედ დაფუძნდა რა თეატრი. დაფუძნდა. დარჩენაც შემოგთავაზეს, მე მგონი ბატონგელა, არა? თუ სხვაგან. ხო, ეს რომ საერთოდ იქ გაგეცელებინათ საქმიანობა. და იყო კიდეც ლაპარაკი და დღესაც არ არის ეგ მოხსნილი. აჰა, გრძელდება ეს. იმიტომ რომ სპეციალურად აიყვანეს ჯგუფი, მე ხა ლანდბერგისებზე უნდა გითხრათ. უმცროსი ლანდბერგისი არის თავისი პროფესიით რეჟისორი არის, მაგრამ მეანება რეჟისურას თავი დიდი ხანი და მწერლობაში გადავიდა. და მე რო ნახა ეს თეატრი, თქვა რომ აი თელ ჩემ ბავშვებისთვის წერს რა. რომ თელ ჩემ ხელოვნებას გჩუქდითო თქვენო. და ჩვენ ავიღეთ ერთ-ერთი მისი ნაწარმოები და ძალიან კარგი სცენარი გავაკეთეთ ისეთი, რომ თვითონ ძალიან კმაყოფილია და უნდა გადავწერო ახლიდანო მე ჩემ მოთხრობასო. და აი იმის გამო რომ აი ელემენტარულ თანხას ვერ შოულობთ, რომ პროექტი მივიყვანოთ იმ კონდიციამდე, რომ ევროპის ბაზარზე გაიტანო ეს პროექტი, რომ მოიპოვო თანხები, არა? აი ამას ამ თანხების ძიებაში ვარ და დღემდე რამდენი წელი გავიდა უკვე. დღემდე ეძებთ ამ თანხებს? დღემდე ვეძებ. აი ვერავის ვერ შევაგნებინე, რომ აი წარმოიდგინეთ, თუ გახსოვთ ასეთი ფილმი იყო ბაბილინა. კი, როგორ გენიალური. არა მარტო მასას იმისმა სცენარისტმა თან დავკავშირდით, ზია კეკელიძე არის ასეთი და მან შევიტანეთ აი ეს დიდი სითბო იმ ფილმის. ისე თვითონ ვიტასი ეს ვინც იქნება ამ თეატრის ხელმძღვანელი, ხო? აღფრთოვანებულია. ვერ ვიშოვე ეს თანხა 40000 ლარზე არის ლაპარაკი, რომ მიიყვანო იმ დონეზე, რომ ეს რა არის, რომ ხატვარი გაანთავისუფლოს სხვა სამუშაოებიდან და დაახატინო და უნდა კიდე ჩამოვიყვანოთ ერთი უცხოელი, რომელმაც უნდა რაღაცა, ну, იქ ტექნიკური ნაწილებია, რომელიც ჩვენ არ ვიცით და რომ ეს რო გაკეთდეს, რომ გაიტანო დიდ ბაზარზე პროექტებს. დიახ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თან საბავშვო ფილმი არის, აი როგორც ისა, ბაბილინა, ხო? და წარმოიდგინეთ, რომ საქართველო და ლიტვა ერთად გადიან ევროპულ ეკრანზე. აი ამის თბილი ტანდემი იქნება. არა, ხო, მაგრამ თვითონ ფაქტი პოლიტიკური თვალსაზრისით რა. აი როგორ ვერ გრძნობენ, რომ ეს რამხელა აი ხო არის ლაპარაკი, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ საქართველო გახდეს პოპულარული. პოპულარული არ გახდება, რომ ევროპის ეკრანებზე იტრიალოს საქართველოს და ლიტვის ერთობლივმა ნაწარმოებმა ევროპის ეკრანზე. რა თქმა უნდა. არ იქნება, გეკითხები, ნაკლები მას მოიტანს? რამდენი ბავშვია, რამდენი მშობელი შედის იქ, ხო? მესმის. არაფერი არ ხდება, ვერაფერი ვერ გავაკეთე. ეხლა დავუბრუნდეთ ლიტვას. და აი სწორედ ლანდსბერგისმა ეს რო თქვა, ესეთი ურთიერთობა რო წავიდა, თქვა რომ აი ზუსტად როგორც თქვენი კინოცენტრი არის აფხაზეთიო, ეს თეატრის ფაქტიურად იმის ნაწილი არის. მინდა რომ მეც მქონდეს ლიტვაშიო. და თუ გააკეთებ ამასო, მე ვთხარ რატო არა მეთქი, მოდი გავაკეთოთ, რაზე ლაპარაკი.
და აიყვანეს ჯგუფი 3 წლის წინ და თითქოს მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვერ ველევი აქაურობას. მიუხედავად ყველაფრის. ხო, ვერ ველევი, იცი, იმიტომ რომ მე რო წავიდე იქ ეგ ნიშნავს რომ საბოლოო წერტილი უნდა დაუსვა ჩემ შემოქმედებას რა. და წლებიც არა მაქვს ისეთი რომ კიდე ბევრი ვითმინო რომ დარჩენილი რომ აი წუწუნში არ ჩამომართვას მაყურებელმა მაგრამ მინდა იცოდნენ რომ 9-8 ნახევარი ფილმი მაქვს გადაუღებელი. ეს თეატრი იყო თუ სხვა მოღვაწეობა ჩემი ის იყო გარკვეული სუბლიმაცია რომ ნუ ცოცხალი ხო არ მომწევსებოდნენ ყდას არა და ამიტომ კეთდებოდა ეგ. და აიყვანეს ჯგუფი ერთ წელი იქ იმუშავეს და მე ვერ წავედი. და მე აი ნახეთ ჩვენს უმაღლეს სასწავლებელს უნდა ვთქვათ, მათ აქვთ ინტერესი რომ აი გელა ყავდეთ პედაგოგად, გელა ვერ ჩამოდის. შეცვალეს პროგრამა. და 2 წლით მოავლინეს ესენი თბილისში. საოცარი. ну ყველანაირად მოერგნენ ჩვენს სიტუაციას. ჩვენსაც ხო ყველანაირად გამართეს თანეთი მიზანი. და ესე იგი წარმოიდგინეთ როგორი ის არის დარღვევა აქ რო უთხრა ვიღაცას რომ იცი რა 2 წელი მე მარტო პროფესიას ვასწავლი და მე თქვენ ისასწავლეთ რომ მთელი დრო და მოხდეს ისეთი აკუმულირება რა მართლა ძალიან კარგი ექსპერიმენტი გამოვიდა ეს ბავშვები ყველაფრისგან თავისუფლები არიან გადიან მსახიობის ოსტატობას ჩtildeების მსახიობის ოსტატობას დრამატული თეატრის გადიან რეჟისურას და გადიან დრამატურგიას სწავლობენ ამას მეტი არაფრით არ არიან ესენი დაკავებული. და როგორც თქვით სიუჟეტის დროს ბატონ გელა გამორჩეული სტუდენტები არიან, ხო? კარგად ეუფლებიან. კი, ნორმალურად მიდის მუშაობა, კი, რამოდენიმე ძალიან მკვეთრად გამოხატული არის. მე ცხოვრება გვაჩვენებს რა სიზავს რა. ხო. ჯერ არ ჩაუტანიათ სპექტაკლი? არა, სპექტაკლი ჯერ არა, მაგრამ აი პატარა ეწოდები რაღაცები რო ვაკეთეთ, ესენი ამ ხრივ ნიშნები ეწერებოდათ მათ. ხო, აი, პრემიერა იქნება მაისის თვეში, აქ შედგება თბილისში. ფაქტიურად თბილისური პრემიერა და შემდგომ ალბათ წაიღებენ. ხო, მათი დაბადების ადგილი იქნება თბილისი. თბილისი, სასიხარულო ნამდვილად. ხო, ჩვენი პარიზი. კი, ვისაუბრია. სოფლების მაგერად რომ პარიზში აღმოჩნდით და მაგათი იქნება თბილისის ისა. და ძალიან დიდ დელეგაციას ველოდებით რომ იქიდან ჩამოვლენ, იმიტომ რომ მათთვის ეს ძალიან დიდი აღნიშვნის ის არის. და მაისის ბოლოს იქნება ეს პრემიერა. და ძალიან მნიშვნელოვანია კიდე რომ ამით არ თავდება ჩვენი ურთიერთობები. ერთი მაგათ მიაქვთ ჩვენი სპექტაკლი, თქვენ ჩუქნით ამ სპექტაკლს და ვაფორმებთ ხელშეკრულებას, ახლა ხელშეკრულებაზე მიდის რომ ეს 2 თეატრი თუ ჩვენ მოგვეწონება მათი რომელიმე სპექტაკლი ჩვენ გადმოვიღებთ. ხოლოდ უნდა იყოს ასე რომ თუ ჩვენგან წაიღებენ თუ ჩვენ არ მოგწონს როგორც აკეთებენ ან იმათ არ მოეწონება ჩვენ უნდა ვიყოთ რომ შევთანხმდეთ ამაში რომ სპექტაკლი არ დაინგრას რა. ხაცაც ეს საოცარია რომ მხოლოდ საქმიანი კი არა, ეს რაღაცნაირად მეგობრული ურთიერთობა ეს ყველაზე მეტად მომხიბლა ამ ფაქტმა. ასეთი პრეცედენტი არც ვიცი რომ ერთმა თეატრმა ორმა თეატრმა დადოს ესე რომ ისინი სპექტაკლებს გაცვლიან. თუ ჩვენ მოგვეწონება მათი გაკეთებული, რადგან მე ვოცნებობ, მინდა რომ თავისთავად ცხადია ისეთი სპექტაკლი შექმნან მაგათ. მაგრამ ალბათ კიდევ გაგრძელდება ჩვენი ჯერ კიდე ჩვენი დახმარება დაჭირდებათ რა. დიახ. და არ ვიცი როგორ გაგრძელდება ამ ხრივ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ მიაქვთ ეს ერთი სპექტაკლი და მეორე არის თოლიები და ბიჭი და თოლიები, სადაც ცოცხალი მსახიობი და ჩtildeები ერთმანეთში მუშაობენ. თოლიები ჩtildeები არის. ამაზედაც მუშაობს. ცოცხალი ვადასრულებს. და ცოცხლად თამაშობს ასევე მსახიობები. თამაშობენ მსახიობები და გარკვეულ კონტაქტში არიან ამ ჩtildeებთან. ესეც საინტერესო არა, კი, როგორ არა, ეგ ხო გეუბნებით ეს როგორც გინდათ რა, აი სადაც გინდა, ყველაფერს ისეთი დიდი სივრცე აქვს ჩtildeების თეატრს, რომ რა ვიცი როგორ გითხათ. ისე რომ აი ხალხთა მეგობრობა და დრუჟბა ნაროდობრო იყო ჩვენთან გადაიზარდა მართლა ძალიან სერიოზულ მეგობრულ ურთიერთობაში და მოყვება კიდევაც ამას შედეგი. დარწმუნებული ვარ, კი, მე მაგათ ისე არიან ეგენი აწყობილები, რომ
ამ ჩრდილოეთის ქვეყნებში ძალიან ადვილად შედიან და გამოდიან. ნუ როგორც ახლა ჩვენ გადავდივართ აზერბაიჯანში, ისეგენ გადადიან შვედეთში და იმაში. ბატონ გელა, არ შემიძლია არ კითხოთ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გვისაუბრია და ბევრჯერ ყოფილხართ ჩვენი სტუმარი, მაინც კითხულობს მაყურებელთა უმრავლესობა ბუდრუგანა რას ნიშნავსო და ნუ დავწყვეტთ გულს დროის მიწურს. ეს არის სხვადასხვა ახსნას. ერთი არის აი ტაატით მოსვერული ფურგონს რო უძახით. აი ჭრიალებს და რაღაც ფიცრული როაზე დადგმონ და დადის ეგრე. მე ჩვენ ხო სოფელ გვინდოდა სიარული და ამიტომ ავიღეთ ბუდრუგანა. მე უბრალოდ აი რაღაცას რო შეფიცრავენ, კიოსკს რო უძახით, ხო, ჩვენ აი ეს არის აი ეგეთი რაღაცა. ანუ უბრალო მარტივი რაღაცა საშუალება. ხო, აი რო ავაკოციწოთ რაღაცა და იქ ვითარდება. სოფელ უნდა გვიარა და მე თვითონ ჟღერადობა მომწონს ძალიან. კი, ძალიან. დასამახსოვრებელიც არის და არაფერს არ გავს ბუდრუგანა. და ეხლა კიდე საოცრება აღმოჩნდა, ეს რომ გადაწყდა ყველაფერი, რომ ბუდრუგანა ლიტვა იქნება. ბუდრუ ნიშნავს რაღაცას და განა კიდე რაღაცას ორი სიტყვა. რა საინტერესოა. ხო, ყოველთვის არა, დამავიდა მითხრეს, მე ვერი ვიცინეთ მე მაგაზე რომ. დიახ, ბატონ გელა, ამოიწურა დრო და არ ვიცი, აი გულწრფელად კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენ უდიდეს პატივისცემას, როგორც რიგითი ქართველები ამ ქვეყნისა, იმიტომ რომ აი ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ეთერს მიღმაც, რომ მართლაც მიუხედავად იმისა, რომ ვისაუბრია. ასეთი გამოხმაურება არსებობს და მართლაც აი სოფლიო რაღაცნაირად აფასებს ამას. ერთი ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ დაინტერესდით ამით, იმიტომ რომ 2 წელი არის რაც ეს პროექტი ხორციელდება და თქვენ ჩვენამდე ინფორმაცია არ იყო მოსული და როგორც კი გავიგეთ მაშინვე ხო მესმის ესეც და მადლობას გიხდით იმ საქმიანობისთვის ბუნებრივია რასაც ეწევით ამდენი წლის მანძილზე და მადლობა იმისთვის რომ აი თქვენ თქვით რომ ვერ ველევი აქაურობასა და ჩვენ ვიცით რომ ამ ხელ პერიპეტიების გადალახვა გიწევთ და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ამ ქვეყანაში აგრძელებთ. კი, მაგრამ იცი რა არის თუმცა ბევრი შემოთავაზებები გქონდათ, ამაზე თქვენ არ საუბრობთ, მაგრამ მე არ შემიძლია რო არ თქვა. მრავალ ქვეყანაში სადაც გადასარევად შეიძლებოდათ გეცხოვრათ თქვენ და თქვენ მსახიობებსაც. კი, მაგრამ იცი რა არის ეხლა არ ჩამომართვან პათეტიკაში, პატრიოტულ. დიახ, და ამით დავასრულოთ. მე გეტყვით უბრალოდ რომ ჩემი საღებავი არის ადამიანის სულის მოძრაობა და მე ვიცნობ ქართულ სულის მოძრაობას. ჩემი საღებავები აქ არის. ამიტომ გითხარით ზოგადად თუ მე თუ წავედი ეს ნიშნავს რომ მე წერტილი დავუსვი ჩემ შემოქმედებას და ნუ ამ პედაგოგით გავაგრძელებ ვიფარსებობას. დიდი მადლობა ბატონ გელა. წარმატებები პრემიერაზე აუცილებლად მოვაწყოთ და გავაშუქებთ ჩვენ ამას. იმედი მაქვს. შეგახსენებთ რეჟისორი გელა კანდელაკი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში.